2007 წელს ბაღდადის ქუჩაში მოსიარულე ხალხის თავზე ორი ვერთმფრენი ტრიალებდა. მათ ამერიკის სახმელეთო ჯარების დასახმარებლად მოუხმეს. შეერაღებულმა პირმა სროლის ნებართვა იკითხა. ამერიკელმა სამხედროებმა თქვეს, რომ მამაკაცები შეერაღებულები იყვნენ და სროლის ნებართვა მიიღეს. შემდეგ ისროლის. ინციდენტის 12 ადამიანი დაიღუპა. ვიკილიქსმა ჯგუფმა, რომელმაც ვიდეო გადაიღო, 2 ადამიანი ამოიცნო. როიტერის ფოტორეპორტერი და მისი მძღოლი. ამერიკის სამხედრო ნაწილი ვიდეოს ავთენტურობას ადასტურებს, მაგრამ დაღუპული ორის ვინაობას არ აზუსტებს. თეთრი სახლის პრეს-სპიკერი რობერტ გიბსი ამბობს, რომ ვიდეო ჩანაწერი ბუნდოვანია. გამოსახულება აშკარად ტრაგიკულია. საშინლად ტრაგიკულია ეს ყველაფერი. ვიდეო ჩანაწერმა კვლავ წამოწია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის საკითხები და მისი კანონით რეგულირება. ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკის სამხედრო ანგარიში ნათქვამია, რომ სამხედროების საშიშ სიტუაციაში სათანადოდ მოქმედებდნენ. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვები და შეერაღებული მანქანები აღმოაჩინეს. თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ სამხედროებს ვიდეო კამერა იარაღში აერიათ. ინციდენტი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ აჯანყების პერიოდს დაემთხვა. ანალიტიკოსები თავდაცვის სფეროში, მაგალითად მაიკლ ოჰალმონი ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ამბობს. მტერი ბრძოლის ველზეა. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ უბედურება შეგემთხვევა, როგორც დასავლეთიდან მოსულს პოტენციური დახმარება სადმე ახლოს უნდა იყოს. ეს დამაჯერებელი იყო, მაგრამ ამასთანავე ნიშნავდა, რომ თუ შენ ამოუცნობი იყავი, დანახვიდან მალევე მეგობრული გასროლა პოტენციურად შენს წინააღმდეგ შესაძლებელი იყო. ერაყელი ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ომის დროს სამოქალაქო პირების მიმართ არსებულ ძალადობას. ბოლო დანაშაული შეიძლება ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ დანარჩენებს მივაწეროთ ერაყელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო პირების მიმართ. არიან ჯარისკაცები, რომლებიც წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენენ ზემოაღნიშნული ხალხის მიმართ. საინფორმაციო სააგენტო როიტერის მთავარმა რედაქტორმა ინციდენტს იმ ექსტრემალური საფრთხის სიმბოლო უწოდა, რომლის წინაშეც ჟურნალისტები ომის დროს იმყოფებიან. საინფორმაციო სააგენტო ამერიკელი სამხედროებისგან ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.